5352 ინფიცირებული და 48 გარდაცვლილი ბოლო 24 საათის განმავლობაში. ეს არის საკმაოდ მაღალი ციფრები ჩვენი თანაპატარა ქვეყნისათვის. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიცვალოს ეს ციფრები, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს COVID პანდემია დავასრულოთ. რამდენად გაუძლებს ჩვენი медპერსონალი ამ ყველაფერს. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მოსახლეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით და უნდა მოხდეს თუ არა სავალდებულო ვაქცინირება. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ ჩვენს სტუმრებთან ერთად. დღეს 4 შაბათია და ტელეკომპანია თრიალის პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ თოქ-შოუს საზოგადოების პოზიციას გიორგი გამდრიშვილთან ერთად. გამარჯობა. გადაცემის სტუმრები არიან ნაციონალური მოძრაობიდან ანი ბალიაშვილი, ქართული ოცნებისაშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან ლექსო ვალიაური და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კარიჭაშვილი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემის სტუმრებისათვის. მოკლედ, მე რამდენი გადაცემა გვიწევს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ საჭიროა ალბათ ამ COVID-თან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა რომ საერთოდ გთხოვოთ შეაფასოთ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. მესმის რომ არც ერთი თქვენგანი არ ახართ მედიცინის წარმომადგენლები და ისე პროფესიონალ ჩერვებებს შევაფასოთ, მაგრამ სამოქალაქო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დავიწყოთ პარტიებიდან, პირველ რიგში ანისგან და შემდეგ ლექსო ბატონი გელა. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენ სტუმრებს და მაყურებლებს. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. პრინციპში არ იქნება არავისთვის ახალი თუ ვიტყვით, რომ ნამდვილად კატასტროფული ვითარებაა დღესდღეობით საქართველოში და უკვე დღევანდელი მონაცემებით საქართველო არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე COVID-ის გავრცელების მიმართულებით და მე მართლა არ ვიცი, მართლა დაბნეული ვარ, რანაირად მოახერხა ქვეყანამ, რომ მოქცეულიყო აი ამ რეიტინგის სათავეში, რომელიც მართლა საშინელება ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, თუმცა დიდ ქვეყნებსაც ძალიან დიდი ზარალი მიადგათ და მათი მსხვერპლიც ისეთივე ტრაგიკულია, როგორიც თითოეული ჩვენგანის. ეს პირველ რიგში არის სწორედ იმის ბრალი, რომ არასწორი მიმართულებით მიმდინარეობდა ამ მესმის რომ არც ერთი ქვეყნისთვის არ იყო ნაცნობი ეს ვირუსი ახალია ყველასთვის, მაგრამ ქვეყნებმა მოახერხეს და როგორღაც შეამცირეს. მსხვერპლი მაინც შეამცირეს, მაგრამ საქართველოში უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ეს ვირუსი და იმდენიც ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ როგორღაც მსხვერპლი არ ქონოდა ამდენი, რამდენიც დღესდღეობით გვაქვს. უკვე ვიცით, რომ დღეში 50 ადამიანზე მეტი იღუპება და 5000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება ყოველდღიურად. იმხელა მსხვერპლი გაიღო საქართველომ დაქცეული ეკონომიკის ხარჯზე, არასწორად დაწესებული და udro-dros არასწორი რეგულაციების გამო, რომ ამ ხელა მსხვერპლის გაღების მიუხედავადაც დღესდღეობით ვართ კატასტროფულ ვითარებაში. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას ჩაეტარებინა ვაქცინაციის კამპანია, ჯერ თავიდან ვაქცინის დროულად შემოტანა იყო პრობლემა, შემდეგ კი ვაქცინაციის პოპულარიზება და დღესდღეობით ვხედავთ, თუნდაც სოციალურ ქსელში რომ გადავხედოთ, გაშმაგებული ბრძოლა მიმდინარეობს ანტივაქსერებსა და ვაქცინის მომხრეებს შორის და ხელისუფლება იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ როგორმე საკუთარი მოქალაქეები ვაქცინაციის აუცილებლობაში დაარწმუნოს. რა უნდა გაკეთებულიყო ამისათვის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ციფრებია და ეს ციფრები აი ამ პერიოდისათვის არავისთვის არ იყო პროგნოზირებადი, იმიტომ რომ უფრო შემოდგომისთვის ველოდით დაახლოებით მეოთხე ტალღას, მაგრამ აი აგვისტოში არის უკვე საკმაოდ დიდი ციფრები, როგორც გარდაცვლილების დაახლოებით ბოლო 10 დღის განმავლობაში აგვისტო რაც დაიწყო 300-ზე მეტი ადამიანი არის უკვე გარდაცვლილი. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ეს ციფრები შემცირდეს? ძალიან მარტივი არ არის მესმის, მაგრამ ხომ შეიძლებოდა რომ ხელისუფლების პოლიტიკა, COVID-ის მართვის პოლიტიკა ყოფილიყო თანმიმდევრული, ისეთი რომ პირველ ეტაპზე ის ჩაკეტვა, ის ლოკდაუნი, რასაც ვეძახით და ის გამკაცრებული ზომები, რომელიც მიიღო ხელისუფლებამ და რომელითაც მთლიანად დაიქცა ჩვენი ეკონომიკა და უკვე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის მოსახლეობის უმრავლესობა, ამის ნაცვლად ხომ შეიძლებოდა რომ ისეთ დროს დაწესებულიყო ის რეგულაციები, როცა ყველაზე მეტად პიკში იყო ახალი შემთხვევების რაოდენობა და არა მაშინ, როდესაც ერთეული შემთხვევები გვქონდა. ანუ
გამოდის რომ ანუ მთელი артиლერია ასე ვთქვათ გამოიყენა ხელისუფლება მაშინ როდესაც არ იყო ამისი საჭიროება და იმ დროს როდესაც დაგჭირდა ყველაზე მეტად რომ რეგულაციები ყოფილიყო მაშინ აღმოჩნდა რომ რესურსი აღარ გვაქვს ჯანდაცვის სფეროში საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის ექიმები საუბრობენ ეთერებში რომ გადახედოთ გადაცემებს რომ არც კი აქვთ იმის გაიდლაინები ჯანდაცვის სამინისტროდან მიწოდებული რა უნდა გააკეთონ რა სიმპტომების ადამიანი უნდა დატოვონ კლინიკაში რომელი გადაიყვანონ COVID სასტუმროში და ამის შესახებ ექიმები არ საუბრობენ სამაგიეროდ რეგულაციების მიუხედავად პრემიერ-მინისტრი ვხედავთ რომ кейფობს და აი ამ მწვავე სიტუაციაში როდესაც მართლაც პიკში არის ჩვენთან COVID-ის მიმდინარეობა კულტურის სამინისტრო აფინანსებს კულტურულ ღონისძიებებს აი ამის აღკვეთა ხო შეიძლებოდა ელემენტარულად იმაზეც რომ არ ვისაუბროთ რომ ვაქცინის შემოტანა დროულად უნდა მომხდარიყო ქვეყანაში კამპანია დროულად უნდა დაწყებულიყო უნდა ყოფილიყო შესაბამისი ზომები მიღებული რომ მოსახლეობის უმრავლესობა დაგვერწმუნებინა ვაქცინაციის აუცილებლობაში და უამრავი ღონისძიება იყო ჩასატარებელი რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა. კი ბატონო, ვაქცინაციას დაუბრუნდები, მანამდე ლექსოსთან გადავალი იგივე კითხვით, რას როგორ შეაფასებთ აი დღევანდელი მდგომარეობა? მოგესალმებით. და თრიალეთის ეთერიდან სამძიმარი გამოუცხადო ჩვენს ქალაქს ჩემი მეგობრის ძალიან ალბათ ყველა თქვენთაგანის მეგობრის და მთელი გორის და საქართველოს გულშემატკივრის და მეგობრის გარდაცვალების შესახებ გურამ პაპუაშვილი გარდაიცვალა გუშინ იყო მისი დაკრძალვა და გთხოვთ რომ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი მის ხსოვნას დიდი მადლობა მე ვფიქრობ რომ გურიკას მაგალითიდანაც შეიძლება მიმსჯელოთ რასთან გვაქვს საქმე ანამ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ კომპონენტზე ყველა იმ შემადგენელზე რაც COVID პანდემიისგან გამომდინარე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო და მე აღარ შევეხები ამას როგორც პოლიტიკური მხრიდან მინდა გესაუბრო და არ შევეხები როგორც აი უშუალოდ ჯანდაცვის მხრიდან, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს ჯანდაცვის სფეროზე, მე არა ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მე უბრალოდ დაკვირვებით, რასაც ვატყობ და ხვდები, არის ის რომ ხელისუფლება და ისეთი მოღალატეობრივი ხელისუფლება, როგორც ქართული ოცნება, ყველაფერზე არის წამსვლელი. გუშინდელმა დღემ დამანახა მთელი ამ ვერტიკალის, რომელიც ქართული ოცნებიდან იწყება თავში ბიძინა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილით და ჩამოდის აი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თუნდაც რიგით წევრებზე, რომელსაც თუნდაც თავისი აი ეს ერთი მანდატი შეეძლო რომ გამოეყენებინა და იმ კაბინეტებში, რომელშიც გადაწყვეტილებას იღებენ, გუშინ აი ეს მოღალატეობრივი ნაძირლური გადაწყვეტილება არ გადაედგათ და შეეშალათ ხელი იმისთვის, რაც მოხდა. გუშინ 2 საათზე გურამ პაპუაშვილის დაკრძალვის პარალელურად გორის მერიამ, რომელმაც უსასყიდლოდ ბატონ ვაჟა აზარაშვილს გადასცა საკონცერტო კულტურის ცენტრის დიდი დარბაზი, ჩემი ყოფილი სამსახური ზუსტად 2 საათზე ჩაატარეს ვაჟა აზარაშვილის საკონცერტო საღამო და ეს მაგალითი არის იმდენად ყველაფრის მთქმელი, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებასთან ლაპარაკსაც, ეთერებიდან მოწოდებასაც არანაირი აზრი არ აქვს. მე დიდ პატივს ვცემ ბატონ ვაჟას, მასთან არაერთი შეხვედრა მქონია, მისი ნაჩუქარი ავტოგრაფით და ყველაფრით მაქვს მისი სანოტო წიგნები და მე მიყვარს მისი შემოქმედება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ვაჟა აზარაშვილი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის და ის საერთოდ შეიძლება არც იყოს საქმის კურსში, რამ ძიმე დღე ჰქონდა გორს გურამის გარდაცვალების სახით. აი ეს მაგალითი გვაჩვენებს იმას, რამდენად არა ადამიანებთან გვაქვს საქმე და პირველ რიგში ისევ საკონცერტო საღამოებზე, მგონი ანამაც ახსენა ეს თემა, მაგრამ რა გეკონცერტება ქვეყანაში, რომელშიც ადამიანები ჯანდაცვის სფეროს ჩამოშლის გამო 37 წლისა და 30-ის და 25 წლის ადამიანები გეხოცება დღეში 40 უკვე 44 დაფიქსირდა და რა გეკონცერტება საერთოდ გინდა მუსიკოსი იყავი, გინდა კომპოზიტორი იყავი და ვინც გინდა იყავი. ხო? რომელ კონცერტებზე ლაპარაკობთ და რომელ დაფინანსებულ სამინისტროს არ ვიცოდე მაინც რამდენი თანხაჯდება თითოეული ის კონცერტი, რომელსაც სამინისტროები აფინანსებთ ხოლმე. კულტურის სამინისტრო იქნება, ეს თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ რა იქნება. კონცერტები, რომელიც რეალურად უნდა იხარჯებოდეს ყველაზე დიდ შემთხვევაში 2000 ლარი, ხარჯავენ 50000. ესეთ შემთხვევებში. არავის აინტერესებს შენ ქალაქი რამხელა ტრამვისა და ტკივილის წინაშე და დგეხარ დღესაც.
თავარია 50,000 გააკეთონ. აი ესეთ ხალხთან გაქვს საქმე გიორგი, რომელ პასუხისმგებლობაზეა. ესენი არიან ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი, ანტივაქსერი სასულიერო პირები, ორი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია საქართველოში, ხელმძღვანელი ყავთ ორივეს ანტივაქსერები, ხო? რა არის ამაში ახალი და უცხო? რაზე არის საუბარი, ხო? ჯერ იყო და თვეები 10 თვე დააგვიანეს და 9 თვე დააგვიანეს ვაქცინის შემოტანაზე, მერე ამ პარალელურად ამ პროცესის პარალელურად არაფერი გააკეთეს იმაზე, რომ მოქალაქეები დაერწმუნებინათ, პირიქით, თავისი ამ 5-6 ივლისის მოვლენებით, თავისი ზედ დამატებული ძალიან ბევრი მოვლენებით ხელი შეუწყეს პოლარიზებას, რადიკალიზმს და ხელი შეუწყეს იმას, რომ პანდემიაზე საერთოდ არ არიფიქრეს და გააკეთეს, მიაღწიეს იმას, რომ 5,000 ადამიანი არის დაავადებული. ყველაფრით მიაღწიეს, ყველა იმ კომპონენტით, რომლითაც შედგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ამ სიტუაციაში მე არ ვიცი, მე ერთ საკითხს დავამატებ კიდე, მე შინია, რომ ქართული ოცნება თავისი აი მოღალატეობრივი ნაბიჯებით, რომელსაც უკვე ყოველთვის ვცდილობ, რომ არ თქვა ისეთი სიტყვა, რომელზეც მომავალში შეიძლება დაფიქრება და გადაანალიზება მომიწიოს და მოღალატეს ვცდილობ, რომ არავის არ ვახსენო, მაგრამ ეს ხელისუფლება არის მოღალატე და არის წამსვლელი იმაზე, რომ COVID პანდემია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ზრახვებისთვის, შესაძლებელია, რომ არჩევნებიც კი ჩაშალონ, მათ ან საგანგებო მდგომარეობის დაპროვოცირებით ან სხვა რაღაცებით, შეიძლება ვნახოთ ის, რომ არჩევნები, რომელსაც ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ალბათ საქართველოს ისტორიის ბოლო 30 წლის განმავლობაში და ალბათ საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაშიც, იმიტომ რომ ამ არჩევნებმა უნდა მოიტანოს საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, ამ არჩევნებზე დგას ეს ყველაფერი და ქართული ოცნება როგორც რუსული ხელისუფლება, მოღალატე ხელისუფლება, სრულიად არ გამოურიცხავ, რომ პანდემიით ზუსტად სარგებლობდეს აი ეს დაფინანსებული კონცერტები ერთის მხრივ ფულის მოტანის და კორუფციული მიზნებისთვის ხორციელდებოდეს და მეორე იმისთვის, რომ აწყობთ გავრცელდეს უფრო მეტად COVID პანდემია, იმიტომ რომ საგანგებოდ მდგომარეობით არჩევნების გადადებით კიდე ახალი დრო მიეცემათ თავისი ბინძური ზრახვების განსახორციელებად, რომელსაც 9 წლისა და 10 წლის მანძილზე უკვე უყურებთ. კი ბატონო, უნდა ველოდოთ თუ არა საგანგებო მდგომარეობას მაგაზე თალკე ვიკითხავ ბატონ გელასთან და გადავიდე ბატონ გელა. არა როგორც მხოლოდ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ფაქტობრივად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა საკმაოდ მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ ახლა. როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებებსაც და პარალელურად თქვენ როგორ სახელმწიფო გუნდის წარმომადგენელი როგორ შეაფასებთ ამ მდგომარეობას, თუნდაც იგივე კონცერტებს და ვაქცინურ კამპანიას? პირველეს ყოვლისა უერთდები საერთო გორის, საერთოდ კირილის, გუშინას ვიყავი ეთერში და გურამ პაპუაშვილის გარდაცვალებიდან გამოწვეული დიდი ტრამვისა და ტკივილის თაობაზე მოკლედ ვისაუბრე. გურამი ჩემი მეგობრის შვილი იყო, მისი მამაც საკმაოდ ახალგაზრდა გარდაიცვალა და ნამდვილად გული დამწყვიტა. გარდა ამისა შესანიშნავი პიროვნება მომღერალი კულტურის მოღვაწე იყო. კი ბატონო. ბრალდებები უცხო არ არის. და არც მოულოდნელი ყოფილა. მე ერთი რამით დავიწყებ, თავის მართლობას რა თქმა უნდა არ დავიწყებ და სხვათა შორის არც სამთავრობო სპიკერად გამოვდგები. მთავრობა თვითონ აკეთებს თავის საქმეს, მათ შორის სპიკერის მოვალეობების სხვებს აქვთ. გადანაწილებულია ყველაფერი, რა თქმა უნდა ხარვეზები არის, რა თქმა უნდა გარკვეულწილად ურემი როცა გადატრიალდება, მაშინ უფრო გამოჩნდება ხოლმე გზა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ საზოგადოებაში სოლიდარობას. მხოლოდ აი სოლიდარობა, ხოს ხედავთ ახლა აქ და სოლიდარულები ვართ, ხო? იმაში რომ პანდემია უნდა დავამარცხოთ, მაგრამ გზები და საშუალებები სხვადასხვა გვაქვს. ისმის ბრალდებები ისეთი პარტიების და ისეთი პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებმაც არათუ ხელი შეუშალეს პარტიებს ამბობ კონკრეტული პირების აქ სხდომთ მით უმეტეს არ გულისხმობ, რომლებმაც ხელი შეუშალეს სამთავრობო პროგრამის განხორციელებას COVID პანდემიასთან ბრძოლაში. რას გულისხმობთ ბატონო გელა? განმარტავ. ოღონდ ახლა არა, ჩემ ასე ვთქვათ, სიტყვას მიყვები და გამოჩნდება თუ რას გულისხმობ. მართლაც მძიმე სიტუაცია. აი, მაგალითისთვის ვიტყვით, ალბათ მანამ
დაასახელა ის, რომ მთავრობა არ იღებს შესაბამის ზომებს, როდესაც მიმდინარეობს თუნდაც Facebook-ით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ანტივაქსერული კამპანია გადავსებულია მართლაც აღმაშფოთებელი ფაქტებით, ისეთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი სოციალური ქსელი Facebook-ი მართლაც აღმაშფოთებელი გამოსვლებით, რაღაცა მსჯელობებით თვითონ ლოგიკურად აგებენ იმას, რომ ერთი COVID-ი არ არსებობს, მეორე COVID-ი არსებობს, მაგრამ არ კლავს, მესამე რომ COVID-ი არსებობს და არ კლავს, ეს ყველაფერი მთავრობას სურს, რომ სათავისოდ გამოიყენოს. მოგვისმენია, ხო თავიდან დაიწყო თუ არა რეგულაციები, კაცრი რეგულაციები მათ შორის, მაშინვე გვესმოდა COVID-ის არ არსებობს, ამას ამბობდნენ სხვათა შორის ოპოზიციური პარტიის მე არ მინდა ვინმეს დავაბრალო, რა მთავრობა როცა ხარ, ხელისუფლება როცა ხარ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა შენზეა, მაგრამ პასუხისმგებლობა თავისი წილი უნდა გაიზიაროს ოპოზიციამაც. რა მხრივ უნდა გაიზიაროს ოპოზიციამ, რა უნდა ანტივაქსერების უკან ოპოზიცია დგას? არა ბატონო, ოპოზიცია, დავარქვათ რა, საერთო სახელი ოპოზიცია, თუ ოპოზიციაში პასუხისმგებლობის მქონე პირებიც არიან და პარტიები. თუმცა რამდენიმე პირის ხსენება ისევ და ისევ მომიწევს. მე არ ვიტყვი რომ ოპოზიცია დგას, თუმცა ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლებს, მათ შორის ოპოზიციის გარკვეული ყველაზე რადიკალური ფრთის, არ ვიცი, სულიერი ლიდერი დავარქვა თუ უზენაესი ქურუმი დავარქვა სააკაშვილის მხრიდან. ბევრჯერ ურთიერთგამომრიცხავი, ურთიერთსაწინააღმდეგო ბრალდებები და მოწოდებები ყოფილი. იგივე ავიღოთ თუნდაც ის აქციები, რომლებიც ტარდებოდა COVID რეგულაციების პირობებში, საკმაოდ კაცრი. ბატონო, ბოდი ჩაგეკითხებით უცბად და აი ბოდი кейსზე ვიტყვი. ავიღოთ პარალელები გავავლოთ. ერთი წინა საარჩევნოდ გიგა ბუკერია თავის მეუღლესთან ერთად სენაკში მართავს 600 კაციან სუფრას. ეგ თქვენ არ გათავისუფლებთ ბატონო გელა ხელისუფლებას, არ ათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ხელისუფლებას შეძლო დაეჯარიმებინა. კი ბატონო. მაგრამ თქვენ რა პირადად თქვენს ალბათ შეგეძლოთ თუ საშუალება გქონდათ აგენიშნათ აღშფოთება გამოგეხადათ და შალვა ნათელაშვილის ოფისშიც რამენაირად გაჟღერებული იყო ეს ერთად რომ საიკრებებოდნენ თქვენი ლიდერები აღნიშნვის გამო აღშფოთება მსგავსი არაფერი ყოფილა. მხოლოდ სარხრე, მხოლოდ ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ერთგვარი ხელის შეშლა ხელისუფლებისათვის თუნდაც კამპანიის მხრივ, თუნდაც ფაქტობრივი ნაბიჯების მხრივ და მხოლოდ ხელისუფლების დაბრალება სიკეთეს არ მოიტანს და ფაქტის სახეზეა. კიდევ ამბობ, პასუხისმგებლობა ხელისუფლების, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანისა, რომელსაც აქვს გავლენა სოციალურ ჯგუფებზე და მათ შორის თუ შეიძლება კომენტარს გავაკეთებ ძალიან გიორგი, იმიტომ რომ მესმის, მაგრამ იცი რა, ჩვენ შეგვეხეთ აქეთ ბრალდებები იყო და უნდა გიპასუხოთ ამაზე. ჩვენ შეგვეხეთ. თქვენ აგრძელებთ ხელისუფლების ნარატივს, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ხალხს აბრალებენ COVID-ის გავრცელებას იმის ნაცვლად. უტრირება თქვენი საუბარი იყო ბატონო გელა, იმიტომ რომ თქვენ უნდა გეპასუხოთ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებზე. როგორ მართა ხელისუფლებამ, კარგად მართა ხელისუფლებამ COVID-ი? სწრაფად შემოიტანა ვაქცინა? არვეზებით და ამაზე ისაუბრეთ, საზოგადოების პასუხისმგებლობაზე ნუ საუბრობთ, იმიტომ რომ შესაბამისი მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებაში ასე არ გავრცელდებოდა COVID-ი. საზოგადოება როგორ გეკადე უპასუხებლია პოლიტიკური ლიდერები და მათ შორის თქვენი უშუალო ლიდერი თუ სანამ მირეკლის ჩვენს ლიდერს თავი დაანებეთ ბატონო გელა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ისაუბრეთ. ჩვენი ლიდერი თავი დაანებეთ აქ არ არის და მას არ გაუხსენებია COVID-ი. კორეა რო იყოს, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება მართავს, ან თუნდაც ჩინეთი რო იყოს, სადაც წელიწადში 3000 კაცს ხრეტენ რაღაცა ეკონომიკური დანაშაულებების გამო, სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული საზოგადოება, სადაც თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა უნდა გაიზიაროს. არ იზიარებთ?
აგერ შედეგი ეს თქვენი შეფასება რო არ ვიზიარებთ და მთელი პანდემიის განმავლობაში ბატონო, სწორედ ოპოზიცია იყო და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საუბრობდა ამის შესახებ, თქვენგან განსხვავებით ბატონო გელა. პარტიის ჩაკითხვა- მიმართულება ვიცით, არანაირი კრიტიკა, არანაირი. ისევ ჩვენი პარტიის გარშემო არის, ჩვენი პარტია არ არის გადაცემის თემა, COVID ბატონო პანდემია არის და იქნება გელა, ამაზე წეგან მიდოდა პასუხი. ჩაკითხოდით და ეხლა დავსვა ამ კითხვას სანამ ირაკლისთან გადავალ. ჩვენ გვაქვს რეალურად ორი მოცემულობა. არის ერთი მოცემულობა, როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ უპასუხისმგებლო აქციებით შესაძლოა გავრცელებული იყო, ხელი შეწყებოდა ვირუსის გავრცელებას და გვაქვს კიდევ მეორე მოცემულობა, არ მაქვს მე მხოლოდ იმ ერთ სუფრაზე საუბარი, საქართველოს მასშტაბით რეგიონებში კონცერტები. ამას როგორ შეფასებთ? არის დაცული კონცერტებზე რეგულაციები და არ იყო დაცული აქციებზე რეგულაციები თუ შესაძლებელია რომ თუნდაც ორივე ფაქტობრივად მასობრივი თავშეყრის ადგილია და ორივე მხრიდან შეიძლება რომ გავრცელებულიყოს თუ შეიძლება რომ გავრცელდეს აქციიდან ვირუსი ანალოგიურად შეიძლება რომ გავრცელდეს ვირუსი კონცერტიდანაც რომელიდან უფრო არ შეიძლება გავრცელდეს ამას იმიტომ ვკითხულობ რომ როდესაც ხაზს უსმევთ აქციებს იქვე უნდა მოვიტანოთ ეს საკითხიც ბატონო არის თუ არა რეგულაციები დაცული მაგათაც კონცერტზე ну პირველ რიგში არ მინდა რა ეხლა ძალიან ისევ და ისევ ძალიან თითიდან გამოწვეული უტრირებული თემა რომ თურმე ღარიბაშვილი დედოფლის წყაროს რაიონში კეიფობდა იმასთან ჩვენ საამაყო არა მე სუფრაზე არც ამ კამწუჩი საუბარი მე რატო არ გაქვთ გიორგი იმიტომ რომ ფაქტია არა ამას ხო ვერ ვარ უბრალოდ ორივე ფართო მასშტაბიანი მე გულისხმობ როგორც აქციას ისე კონცერტებს რომელიც რეგიონებში და ღარიბაშვილი პირველ რიგში იმიტოა დამნაშავე რომ თვითონ არის ანტივაქსერი და არ იცრება თქვენი პარტიის პოზიცია ყველა დამნაშავეა ვინც არ გეთანხმებათ ყველა ციხეში ვიცით აღარ უნდა ლაპარაკო ხო, ну, ჯერ ერთი მაშინ COVID რეგულაციები არ იყო, ხუთი კაცზე მეტის როცა ღარიბაშვილი ასე ვთქვათ კეიფობდა სინამდვილეში მივიდა, მიულოცა, დალოცა ოჯახი, უსურვა წარმატებები და წამოვიდა, ხო? ესე უტრირებული თემა. კარგი, აი. აი ეგ მართლა დემაგოგია, ბატონო, უხერხულია, ყოველდღე ეგეთი გამართება, აი. ეგეთი გამართება, თქვენ არ გეუბნით ესეთ დემაგოგია. აი, ელემენტარ, ბოდიში რა, ეგეთ ტერმინები არ გვინდა დემაგოგია რა, თავისუფლად შემიძლია. უხერხულია მაინც, აი თქვენ რო ესე რო ვცდილობთ. კარგი, დავაცადოთ, გამოვასწოროთ. ძალიან უხერხულია პრემიერ-მინისტრი, თვითონაც გიზიყელია და რა, ეხლა რას ამბობთ ეხლა ელემენტარულად რომ გიზიყურიღვინოს უპასუხისმგებლო პრემიერ-მინისტრია. არ არის ეს არის ადამიანი, რომელსაც არის, მე ვამბობ რომ არ არის. რაღაც არ მართულდება. კარგი, ჯერ დავაცადოთ პასუხი გასცეს ბატონო გიორგი და მე ირაკლისს მაგადავიდე დიდი ხანია გვიცდის. და არანაირი წინაპირობა არჩევნების გადადებისა. უამრავმა პრემიერ-მინისტრმა უამრავმა პრემიერ-მინისტრმა სოფლიოში გადაიტანა კოვიდი. მათ შორის სრულად შესაძლებელია თქვენი პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო ინფიცირების წყარო, იმიტომ რომ მას გაცილებით მეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თქვენი პოლიტიკური პარტიის პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ დანარჩენი მაგას არავინ არ აღიარებს როგორც პრემიერ-მინისტრი. ნუ აღიარებ ფაქტია. კი ბატონო. კარგი, დავაცადოთ ბანკირას და შემდეგ ირაკლისთან გადავიდე. აი ხო ხედავთ, როგორი დესტრუქციული არანაირ დესტრუქციულობაზე არ არის საუბარი ბატონო გელა. დამოკიდებულება. რისკი შეუქმნა ადამიანებს, რომლებიც იქ იმყოფობენ. რომლის წარმომადგენელი საგვეუბნება რომ რისკი ჩემი შექმნა. პრემიერ-მინისტრი არ არისო. ანუ პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცემულ აქტს რუსულ ხელისუფლებასთან კოლაბორაციაში ყოფი ნებისმიერი ლიდერი ლექცინება პრემიერ-მინისტრი თუ სხვა ვერ იქნება ჩემი აღიარებული ლეგიტიმური ხელისუფლება. აგერ ბატონო ამ აქციებში ეს არის ორჯეროვანი ოთხი. გეთანხმები ლექსო, ღარიბაშვილს ვერასდროს ვერ ნაციონალური მოძრაობა ნინო ბურჯანაძის სიტყვა დავიხსენოთ. COVID რეგულაციებს დავარღვევთ, იმიტომ რომ ეს ხელისუფლების დამხობას უნდა. დაახლოებით ასეთი რაღაც. კარგი, მოდი მაგას ცოტა მე დავუბრუნდ. უბრალოდ კი ბატონო, მაგას პრორუსული ნინო ბურჯანაძის ნინო ბურჯანაძის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მე ყურადღებას მივაქცევდით მის გამონათქვამებს. ამ შემთხვევაში მას ამ თავისი მოსაზრების გამოთქმით ფაქტო დისკუსია გამოიცა. მოდი პროცესის მართვაზე არ შეუძლია. პრორუსული ხელისუფლებაა და პრორუსული ხელისუფლების ქვეშ თურმე, ნუ ბჭყალებში. თურმე არ უნდა დავემორჩილოთ არც ხელისუფლების გამოცემულ ბრძანებულებებს, არც სამწუხაროდ გვიწევს დამორჩილება. კარგი, მოდი პრემიერ-მინისტრი არ ემორჩილება და ეს კარგიაო და მომწონსო. თავად ლექსო, ანი, კითხვა ცოტა ფართო დისკუსია გამოიწვია, ამიტომ მოდი უფრო დავკონკრეტდები და მოკლედ უპასუხოთ ბატონო გელა რომ შემდეგ ირაკლისთან გადავიდე. წეგანაც დავსვი ეს კითხვა იგივეს გავიმეორებ, უფრო კონკრეტიზაციას მიცემ, რომ რამდენად არის შესაძლებელი როგორც აქციებიდან გავრცელება ვირუსის, ისე კონცერტებიდან.
მოდი ცოტა ხანი სუფრას გავანებოთ თავი, მაგრამ ერთი ჩაგერთო. ეხლა ჩვენც და გვისო გიორგი და ჩვენც ერთი წინადადებით ჩაგერთობ რა. არ გასწავე. არა, მოდი ბატონ გელას მივცეთ ამის საშუალება, შემდეგ ირაკლისთან გადავიდეთ, თქვენთანაც რა თქმა უნდა გადავიდეთ. ერთი წინადადება მინდა ხოლმე თქვა. უფრო მეტად არის. საარჩევნო შეხვედრებს არ ატარებთ? კი. რეგულაციები. რატო აკეთებთ? კონსტიტუცია გაძლევთ ხო ამის უფლებას? კი. კონსტიტუცია აძლევს ოპოზიციას იმის უფლებას, რომ თვითონაც იმანაც ჩაატაროს და იმანაც გამართოს საპროტესტო აქცია, როცა ხელისუფლება არასწორს აკეთებს. ეგ არ არის დასაბუთება, რომ ოპოზიციაზე მაგითი ხელების დაბრალება არის მცდელობა იმისი, რომ თქვენ აი ყველა ვინც ამ იდეას ავითარებთ, ყველას გაქვთ განცდა, რომ ცხოვრობთ უბნელეს ქვეყანაში, ყავთ საზოგადოება და მხარდამჭერები ყველაზე ბნელები და შეგიძლიათ ნებისმიერი ტყუილი გადაუგდოთ. არ გამოგივათ ეს აქცია. იმიტომ რომ უფრო დიდ აქტივიზმს თქვენ მართავთ, უფრო მეტ ადმინისტრაციულ რესურსებს ძალით დაკავთ კონცერტებზე ადამიანები და ამ დროს ოპოზიციას, რომელსაც სრულად ლეგიტიმური უფლება აქვს, რომ ჩაატაროს საპროტესტო აქციები თქვენ დანაშაულებრივი რეჟიმის და დანაშაულებთ და გგონიათ, რომ ამას შეჭამს ქართველი საზოგადოება. ლექსო, მოდი დავასრულებინოთ ბატონ გელას თუ არ და მაშინ გადავიდე ირაკლისთან, იმიტომ დიდი ხანი უკვე ირაკლი არ შეიძლება. არ შეიძლება გძულდეს შენი მოქალაქეები და ყველაზე აი ესეთი ბავშვურიც აღარ ქვია ეგეთი მეთოდებით და არგუმენტებით. აი ლექსო, მოდი მაშინ გადავალ. ან ბატონო გელას დავასრულებინოთ თან გადავალ ირაკლისთან. არ მაცდის, მაგრამ მოდი დავასრულებინოთ, მოკლედ დავასრულებინოთ, რომ ირაკლისთანაც მინდა გადავიდე კითხვა. უფრო დიდი საფრთხე არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპონტანურად, სპონტანურად არ არის, აი ორგანიზებულია, გასაგებია, მაგრამ ასე ვთქვათ, სპონტანურად შეკრებილი ხალხის პირობებში, ვიდრე კონცერტზე, სადაც უფრო აკადემიური გარემოა და სადაც უფრო შესაძლებელია, რომ დააცული იქნეს რეგულაცია. პასუხი მარტივია, მაგრამ უპას ძალიან მოკლედ, უპას ვერ დავტოვებ ბატონი ლექსოს გამოსვლას. გამოსვლას ასე დავარქოთ რა, რეპლიკას როგორც რომ თითქოს ქართული ოცნება ეწევა ხელისუფლების სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებას. არ ეწევა ბატონო, რომ ეწეოდეს ქართული ოცნება გაცილებით უფრო დიდი შედეგები იქნებოდა არჩევნებზეც, არჩევნების შემდგომაც სახელისუფლებო რესურსის გამოყენება. ერთადერთი რაზეც მომხრეების საყვედურობენ და მეც არ წარმოვადგენ არანაირ სამთავრო ბოშტოს, ხო? საყვედურობენ პირადად მე იმას, რომ უამრავი ნაციონალიო სხვა პარტიის წარმომადგენლებიო საჯარო სამსახურებში არიანო, მეც ვიცნობ უამრავს, ურთიერთობ მათთან. ერთადერთი რა მოთხოვნაც მაქვს, სამსახურებში არ ილაპარაკოთ პოლიტიკაზე და არ გაამჟღავნოთ. ჩვენ რომ ამას და ეხლა მოსახლეობასო საკუთარ ხალხს მასხარად იგდებთო. არა ბატონო, ძალიან დაბალი წარმოდგენის არის. მოსახლეობამ გადაწყვიტა. კარგით, მოდით ეხლა ირაკლისთან გადავალ. ადამიანები გონიათ ელემენტარულად ის საშუალება, რომ როგორმე გავაღიზიანოთ ესენი, ხელისუფლებაზე დავგეშოთ და ამით არ ჭირდება ჩვენი მოწოდება ხალხს, საკუთარ ცხოვრებას ვინც აკვირდება, ყველას ექნება წარმოდგენა ხელისუფლებაზე, ბატონო გელა რა. არ ჭირდება ხალხს დაგეშვა. კარგით, მოდი გადავალ მე ირაკლისზე, იმიტომ რომ კაცრ რეგულაციებს გამოსცემ, ისინი ყოფილა რა უზურპატორები, რა ვიცი. რეგულაციებს აუცილებლად დაუბრუნდები ისე. რეგულაციებს შეამცირებ, უნაროები არიან, ამას ესენი ვერ მართავენ, ჩვენ უნდა ვმართავთ, მაგას ეუბნებიან ხალხს. დაბალი წარმოდგენის არიან ჩვენი ხალხი და ჩვენი ამჩევრი. კი ბატონო. შედეგებიც მაგითო აქვთ. პოლიტიკური პარტიების აზრი გასაგებია, ისევ დაუბრუნდები რა თქმა უნდა სხვა კითხვით ირაკლისთან და გადავიდე, თუმცა მანამდე არ ვიცი, ჩემი ალბათ როგორც არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლის მოსაზრება შეიძლება იყოს, რომ როგორც შეიძლება რომ პოლიტიკურ აქციაზე იყოს სპონტანური ხალხის შეკრება, ისე ალბათ კონცერტზე სპონტანურად შეიძლება ადამიანი შეკრიბოს, როდესაც ქუჩაში ტარდება და ნებისმიერ გამოვლენილს შეუძლია იქმნისულა. როგორც აქციაზე, ისე კონცერტზე. არ გავიმიჯნა მარტეს. ირაკლისთან გადავალ გითხრით, იმიტომ რომ დიდი ხანია გველოდება და არის ნეიტრალური პიროვნება ამ შემთხვევაში, უგულისხმობ არ არის პოლიტიკური, არც ერთ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. როგორ შეაფასებ დღევანდელ ჩვენს მდგომარეობას ქვეყანაში? მოგესალმებით, გიორგი, მივესალმები შენ მაყურებელს, მოწვეულ სტუმრებს. სამ ნაწილად დავყოფ, თუ შეიძლება, მაქსიმუმ 5 წუთი დამჭირდება. პირველი შეფასებას გავაკეთებ და პატარა მიმართვა მინდა მერე გავაკეთებ.
ურთულესი სიტუაცია გვაქვს, ამას აღიარებს სამთავრობო გუნდიც, ოპოზიციაც, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც და ეს ურთულესი სიტუაცია რაც არ უნდა იძახოს სამთავრობოს გუნდმა და პრემიერმა და ასე შემდეგ, რომ არის ოპოზიციის მიტინგების დამსახურება თუ ასე შემდეგ, არის თავარი პასუხისგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებაზე და არ ვიცი ამ სიტუაციიდან როგორ გამოვლენ, იმედია თვითონ იციან და გამოვლენ. იმიტომ რომ ამაში მინდა წარმატება უსურვო ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი მეზობლები, ნათესავები და მეგობრები იღუპებიან. დეტალებს აღარ ჩავყვები, რატომ მივიდა ამ მდგომარეობამდე ეს სიტუაცია და რატო გვაქვს დღეს 5000-ზე მეტი შემთხვევა და 50-ზე მეტი გარდაცვლილი საშუალოდ ყოველდღე. ეხლა მინდა პატარა მიმართვა გავაკეთო. დღეს არის 11 აგვისტო. 13 წლის წინ სოფელ შინდისთან რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა ჩასაფრება მოუწყეს მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულს და 17 მებრძოლი დაგვეღუპა და რატო ვიხსენებ ეხლა ამ ყველაფერს? ჯერ ერთი ყოველთვის უნდა გავიხსენოთ, მაგრამ ეხლა მინდა რომ მაყურებელმა კარგად მომისმინოს და პირდაპირ შედარება გააკეთოს ამ ყველაფერთან. ეს ასეული როცა მოდიოდა, მას არ ქონდა კავშირი თავარ დანაყოფებთან, იმიტომ რომ ჩაახშო რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მათი კავშირის საშუალებები და ფაქტიურად ბრმად მოდიოდნენ და მოყვნენ ჩასაფრებაში და ის 17 გმირი დღეს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა ერთ-ერთ მათგანს, რომელმაც თავი აიფეთქა, მოყვა ჩასაფრებაში და მოკლედ იცით რაც მოხდა, ყველამ ვიცით ეს ყველაფერი. ეხლა რა მინდა ეს ყველაფერი რატო გავიხსენე და მივმართო მოსახლეობას. დღეს ვირუსი არის ჩასაფრებული, როგორც მაშინ რუსული საოკუპაციო ჯარები იყვნენ ჩასაფრებულები ამ 17 ბიჭთან, ჩვენ ჯარისკაცებთან და რომლებიც შეეწირნენ მათ ჩასაფრებას, დღეს ასევე არის ვირუსი ჩასაფრებული. როგორც მათ იმ ბიჭებს არ ქონდათ კავშირი და არ იცოდნენ, რომ ეს ჩასაფრება ელოდებოდათ, ისე დღეს ჩვენ მოსახლეობას ელოდება ვირუსი ჩასაფრებული და თუ არ აიცრებიან და თუ ვაქცინაციას არ ჩაატარებენ, იგივე ყველას რა თქმა უნდა დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებ, მაგრამ იგივე სიტუაციაში აღმოჩნდებიან და დღეს ეს ჩასაფრება გრძელდება უკვე რამდენი 2 წელიწად ნახევარია, ხო და ფაქტიურად სხვა დაცვის საშუალებები ჩვენ არ აქვს, ხო, გარდა ვაქცინაციის. იგივე სტატისტიკა ავიღოთ, რამდენია ვაქცინირებული გარდაცვლილი, როგორც ვიცი საქართველოში 0 არის ეს ციფრი და ჰოსპიტალიზირებული არის სულ 8 ადამიანი. ამიტომ მოგიწოდებთ ხალხო, ავიცრათ და დავასრულოთ ეს პანდემია. ყოველ შემთხვევაში ადამიანების გარდაცვალება მაინც დავასრულოთ, თუ პანდემიას ამით ვერ დავასრულებთ და პირდაპირ მოგიწოდებთ, აი გააკეთეთ შედარება, მე რაც მოვყევი ეხლა, რომ ის ბიჭები, რომლებიც იყვნენ ჩასაფრებაში მოყოლილები, ხართ თქვენ დღეს და თქვენ ყვებით ჩასაფრებაში, ვირუსი არის ჩასაფრებული და თქვენ გხოცავთ. თუ არ აიცრებით, მიხვალთ ძალიან ცუდ შედეგამდე. ქვეყანა მივა ძალიან ცუდ შედეგამდე, კვლავ მოგვიწევს ჩაკეტვა, აი ისე ჩაკეტვა მანქანებით მოძრაობა რომ არ შეიძლებოდა, სახლიდან საერთოდ ვერ გამოვლენთ, თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები გარდაიცვლებიან და ეკონომიკა საერთოდ თავზე დაგვემხობა, ჯერ ისედაც თავზე გვემხობა და ამიტომ მოგიწოდებთ რომ აიცრათ. ეს მესამე ნაწილი გთხოვ გიორგი, სულ 2 წუთი ჭირდება ანტივაქსერების თემასაც შევეხები და მორჩა გავჩვენდები, გადავიდეთ თუ გინდა სხვა საკითხზე. დღეს მთავარი ნდობა აქვს გამოცხადებული პატრიარქს და საპატრიარქოს, ეპისკოპოსებს. არ ვიცი აქამდე რატომ არ აკეთებენ ამ მოწოდებას და რატომ არ გამოდიან და მოუწოდებენ ხალხს რომ აიცრან, მაგრამ ალბათ ეს ცოტა შეფუცხუნება ჭირდებათ, აგერ არის სამთავრობო გუნდის წარმომადგენელიც, ალბათ მე მოგვისმენენ კიდეც და პირდაპირ მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ საპატრიარქოსთან როგორღაც ესე ბრჭყალებში დაალაგოს სიტუაცია, რომ გამოვიდნენ და თქვან ის რომ აიცრას მოსახლეობა, რომ ეს არ არის არც
სატანისტური, არც ჩიპს გვიდგავს ვინმე, არც რაღაცა სხვა და რაღაცა უბედურებები გვემართება და ამითი როგორღაც ხალხს მოუწოდო ნაცრისკენ და ხალხი მიიყვანო, რომ ეს პანდემია დასრულდეს. აი ეს მინდოდა სამნაწილად მე თქვა გიორგი. კი ბატონო, იმედია, რა ვიცი. სანამ შენაკითხვა ზირეკლისთან გადავანამდე რეკლამა გამოვაცხადოთ და რეკლამის შემდეგ ისე დაგიბრუნდებით. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდით, ისე გადავალ სტუმრებთან, ისე ვირაკლისთან მინდა დავიწყო ისე ვირაკლისთან მინდა დავიწყო საუბარი და ახსენეთ ჩაკეტოები და ჩვენ ეს ფაქტობრივად გამოვცადეთ, არა მარტო დისკომფორტი იმისა, რომ ჩაკეტილი ვიყავით, ეკონომიკურად გამოვცადეთ ეს ყველაფერი და როგორ ფიქრობ, კიდევ ერთი ჩაკეტვა რამდენად იქნება, თუნდაც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ბიზნესმენებისთვის. ჩაკეტვა აუცილებლად იქნება, სხვა გზა უბრალოდ არ ექნება ხელისუფლებას, იმიტომ რომ უკვე იმედია ვწდები, მაგრამ საავადმყოფოების დერეფნებში უწევთ პაციენტები, როგორც ნახეთ სოციალურ ქსელში გავრცელებული სურათები და ფიზიკურად ვერ გაუძლებს. გაიშლება იგივე სააველი ჰოსპიტლები, მაგრამ ელემენტარული მედპერსონალი აღარ გვყავს. მედპერსონალი აღარ გვყავს, რომელსაც შეუძლია რომ პაციენტს მიხედოს, ხო? ანუ ფიზიკურად გაუშალეთ კარგი სააველი ჰოსპიტლები, მაგრამ არ იქნება ექიმი, ექთანი რომ მოვიდეს და მოგხედოს. აი ამ გზაზე მივდივართ, თუ არ იქნება ჩაკეტვები, გამორიცხულია რომ აქამდე არ მივიდეთ. მაშინ სხვანაირად თვითონ უნდა გაჩერდეს ვირუსი. კიდევ ერთი პრობლემა ეკონომიკური. ეხლა რაც შეეხება არჩევანის გაკეთება მოუწევს ხელისუფლებას და სავარაუდოდ ჩაკეტებისკენ წავა, იმიტომ რომ ეს კადრები, რომ საავადმყოფოებში ადგილი არ არის და დერეფნებში იხოცება ხალხი, ამ მთავრობას დაუჯდება თავისი მმართველობის დამთავრებად. ჩემი აზრია ეს და სავარაუდოდ მოგვიწევს ჩაკეტვა ისევ არ ვიცი როგორ მოახერხებენ ამის გაკეთებას არჩევნებამდე ან არჩევნების, მაგრამ მე მაინც მოგვიწევს. ეხლა რა დაემართება ამითი ეკონომიკას. ეკონომიკა ძირითადად რაზე არის, ხო, ჩვენი ეკონომიკა ტურისტზე ჩამოკიდებული, თავარი დარტყმა მიიღო ტურისტულმა ბიზნესმა, სასტუმროებმა, რესტორნებმა და ასე ნებისმიერმა სფერომ თავარი დარტყმა მიიღო იმით, რომ ტურისტი ქვეყანაში არ შემოვიდა. ისეთი დარტყმა მიიღო, რომ ფაქტიურად ძალიან დიდი რაოდენობა ამ ტურისტული ობიექტების დაიკეტა, ვინც არ დაიკეტა არის დიდვალებში ჩაფლული, ხელფასებს ვერ იხდის, ელემენტარულ თანამშრომლების ხელფასებს ვერ იხდის და დღეს კიდევ ჩაკეტვა მათთვის იქნება ფაქტიურად განაჩენის გამოტანა, რომ სამუდამოდ შეწყვიტონ არსებობა. ყოველ შემთხვევაში იმ ოპერატორებმა, ვის სარგებლობაშიც დღეს არის სასტუმროები, რესტორნები, თორემ მე ვიღაცები გამოჩნდებიან, რომლებიც იყიდიან ამ გადაბრუნებულ და განადგურებულ ბიზნესს და დაიწყებენ ისევ თავიდან. მე არ ვამბობ იმას, რომ სასტუმრო აღარ გვექნება და რესტორანი აღარ გვექნება ქვეყანაში, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დღეს ფლობენ და ვინც დღეს ამ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ფაქტიურად დაამთავრებენ კრახით თავის ბიზნესს. ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ის არა ოღონდ რაც გააკეთა მთავრობამ 200 ლარიანი დახმარებით დღეს უკვე ვეღარ გადარჩება ეს ბიზნესი. იმ 200 ლარიანი ერთჯერადი რა არის და 6 თვიანი ჩარიცხვები რაც ჰქონდა, როცა თანამშრომლებს ერიცხებოდა, ვერც იმ პროგრამით ვერ გადარჩება, რაც აწარმოე საქართველოს აქვს და თუ დრო გვაქვს, ზუსტად 2 წუთი დამჭირდება რომ ავხსნა. დღეს არის აწარმოე საქართველოს აქვს ასეთი პროგრამა, პროცენტის თანადაფინანსება, ანუ დაახლოებით 70-80%-ს აფინანსებს სახელმწიფო აწარმოე საქართველოს მეშვეობით იმ სესხების სუბსიდირებას ახდენს, რომელიც სასტუმროს, რესტორანს და ასე შემდეგ ამ ბიზნესში არსებულ ოპერატორებს აქვს, მაგრამ არის ასეთი ერთი მაგრამ, რაც არის, არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ყველაფერი, მაგრამ ცუდი სიტყვების თქმა მინდა იმ ადამიანის მიმართ, თუ თქვენ მაგალითად გიორგი, გქონდათ სესხი აღებული, რაღაცა ბიზნეს საქმიანობას
ეწეოდით და აიღეთ ცესხი. და შემდეგ დაახლოებით 1 წელიწადში, 2 წელიწადში ეს ცესხი გადაწყვიტეთ, რომ გადასულიყავი ტურისტულ ბიზნესში, რესტორანი გაგეხსნათ, სასტუმრო გაგეხსნათ და მოითხოვეთ უფრო დიდი ცესხი. და დარჩენილი ცესხი მანამდე რაც ჰქონდათ საქმიანობის ამ ცესხით გადაფარეთ და ეს ცესხი 20%-ს აღემატებოდა მთლიანი ცესხის ჯამს, მაშინ სუბსიდირებას არ ახდენს. ხვდებით, ანუ აი მარტივად რო ახსნათ, თუ გქონდა თქვენ 20,000 ლარიანი ცესხი და შემდეგ აიღეთ 100,000 ლარიანი ცესხი, რომ რესტორანი გაგეხსნათ, მაგალითად, სუბსიდირებას აღარ ახდენს. 2 წლის წინ, 3 წლის წინ მნიშვნელობა არ აქვს, როდის აიღეთ ეს ცესხი. აწარმოე საქართველოს პროცენტის სუბსიდირებას აღარ აკეთებს. ეს არის წარმოუდგენელი რამე. ვინც იცით, ცოტა მაინც იცით ბიზნესში რა ხდება, ეს სტარტაპ ცესხს რესტორანისთვის არავინ არ მოგცემს, არც სასტუმროსთვის არავინ არ მოგცემს ცესხს. ცესხს გაძლევენ შენი კეთილსინდისიერი გადახდებით, შენი ისტორიით და ასე შემდეგ. წარმოუდგენელი, მე არ ვიცნობ ისეთ ბიზნესმენს, რომელსაც ცესხი არ ქონდა მანამდე, ვინც ოპერირება დაიწყო ტურისტულ ბიზნესში. ანუ ფაქტიურად გამოვიდა, რომ სახელმწიფომ შემოგთავაზა ისეთი სუბსიდირების პროგრამა, რომელიც არ მუშაობს უმრავლესობისთვის. ყოველ შემთხვევაში ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ჭირდება ეს ყველაფერი. თორე ვისაც ახლა აქვს ძალიან ბევრი ფული და საერთოდ არ ჭირდება სუბსიდირება, ისინი ისედაც იყენებენ რა. კი ბატონო. მოკლედ ნელ-ნელა გვინდოდებათ რომ რა ერთი კითხვა, კითხვა არ არის, ალბათ უფრო მოწოდება იქნება თქვენ მხრიდან მაყურებლისათვის ანტივაქსერული კამპანიასთან დაკავშირებით მინდა ყველა საზრე მოვისმინო, იმიტომ რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ ტელევიზორში, რასაც ჩვენ საუბრობთ თუნდაც ახლა რაც საავადმყოფოების გადავსებაზე, ცოტა უხეშად ვთქვათ, რაღაც აპოკალიფსური ფილმის სიუჟეტს უფრო ემსგავსება ვიდრე რეალობას, რაც ალბათ თითოეულ ჩვენ როგორც ერთხელ მაინც გვაქვს თანახი ასეთი ფილმი, მაგრამ რომ არ დაემსგავსოს ეს მართლა აპოკალიფსური ფილმის სიუჟეტს, არის გამოსავალი ვაქცინაცია, მაგრამ აქაც არის პრობლემა, არიან ანტივაქსერები, არიან ვაქსერები და არ ვიცი, ჩემი გადასახედიდან ზოგჯერ ის ადამიანები, ვინც იცრებიან და ვინც ვაქცინის მომხრე არიან, ცოტა უხეშად უდგებიან თუნდაც ანტივაქსერებს და რაღაცა რადიკალურად უდგებიან. როგორ შეიძლება მოვიქცეთ თითოეული ადამიანი, ვინც ვაქცინას ვენდობით, ან ვაქცინაციას ვენდობით, არ არის აქ კონკრეტულად რომელი ვაქცინაზე საუბარი, თუმცა ესეც ალბათ საინტერესოა. როგორ შეიძლება მოვიქცეთ, რომ ამ ადამიანებს მოუწოდოთ და მიიღონ ვაქცინა, გაიკეთონ ვაქცინა და გადაარჩინონ როგორც საკუთარი, ისე ჩვენი სიცოცხლე. შემიძლია დავიწყო? ვართ კიდეც გიორგი აპოკალიფტურ სიტუაციაში, როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არ არის ფილმის სიუჟეტი, ეს უკვე რეალობაა, იმიტომ რომ უკვე ოჯახი აღარ დარჩა ჩვენს გარშემო, ვის ერთ წევრს მაინც არ შეხვდა უკაცრავად COVID კორონავირუსი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული. ჩვენ გვესმის ექიმებისგან, ჩვენ გვესმის მედდებისგან და საავადმყოფოს პერსონალისგან, რომ აღარ დარჩა საწოლები, აღარ დარჩათ იმ სივრცე, სადაც მოათავსებენ. ექიმებს არ აქვთ შესაბამისი გაიდლაინები მიწოდებული, ამას პირდაპირ ამბობენ თვითონ, როგორი პაციენტები უნდა განათავსონ. მიდის ნაცნობობით, მეგობრობით, სხვადასხვა იმით საავადმყოფოებში მოხვედრა ძალიან რთულია. გადახედეთ სოციალურ ქსელს, ორსული გოგოები წერენ, რომ 3 დღის განმავლობაში ელოდნენ პირად ექიმთან გასაუბრებას, ტელეფონზეც კი, ანუ ისეთი პრობლემაა. 112-ის მუშაობა ვერ გაუმართავს ხალხო. საქართველოს ხელისუფლებას გადამისამართების სერვისი ვერ გაუმართავს, ალგორითმი ვერ დაუწერინებია შესაბამისი სპეციალისტისთვის, იმისთვის, რომ მოქალაქეებს 3 დღის განმავლობაში არ მოუწიოს რიგში დგომა, სანამ პირად ექიმს, ოჯახის ექიმს გაესაუბრება და სახლში გააგრძელებს მკურნალობას და საერთოდ რომელ მართვაზეა საუბარი, რაც შეეხება ანტივაქსერებს. ანტივაქსერული განწყობები განსაკუთრებით გააღრმავა იმან, რომ ადამიანების დიდი ნაწილი არიან გაურკვევლობაში. როდესაც არ გაქვს ინფორმაცია, შენს თვალწინ ბნელა, არ გაქვს წარმოდგენა, სად მიდიხარ, რა ვაქცინას იკეთებ, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი კამპანია. ხელისუფლება არის პირველ რიგში ვალდებული და ცხადია სამოქალაქო საზოგადოება და რადგან ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს ან არ აკეთებს, ან მიზანმიმართულად უწყობს ხელს, არ ვიცი, მართლა მრჩება ისეთ, აი როგორც ადამიანს დავანებოთ თავი პოლიტიკას, მართლა მრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ხელისუფლებას უნდა რომ საბოლოოდ გავწყდეთ, იმიტომ რომ მართლა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ელემენტარული ადამიანების ცნობიერება მაინც აამაღლოს, აი სოფლებში ამბულატორიები ჩართოს.
საჯარო მოხელეები ჩართოს ბოლოს და ბოლოს ამ კამპანიაში რაღაცა გააკეთოს იმისთვის, რომ მოქალაქეები დაარწმუნოს ვაქცინაციის აუცილებლობაში. სამოქალაქო საზოგადოების როლი ძალიან დიდია, მედიის როლი ძალიან დიდია, რასაც ძალიან კარგად ასრულებთ ხშირ შემთხვევაში და მე ამისთვის მადლობას გიხდით. როგორც ერთი მოქალაქე, მართლა ყველა უნდა ჩავერთოთ იმაში, რომ ადამიანებს მივუტანოთ სწორი ინფორმაცია, ვუთხრათ და დავარწმუნოთ იმაში, რომ ერთადერთი რაც დაგვიცავს სიკვდილიანობისგან და არა ვირუსის შეყრისგან, რასაც ხშირად ერთმანეთში ურევენ ხოლმე, ეს არის ვაქცინაცია. ლექსონ, მე ანასგან განსხვავებით ძიმედ აღვიქვა მოვალ თვეებს, მე ვიცი რომ ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ იმის მიუხედავად რომ ვაქცინაცია გვიცავს ფიზიკურად აღარ არის ვაქცინის ეფექტურობის პერიოდი დარჩენილი ჩვენ უკვე გავიხსენოთ შარშანდელი აგვისტო მაგალითად შარშან-აგვისტოში ესეთი მძიმედ არ ვითარდებოდა მოვლენები მის მიუხედავად რომ მძიმედ მიდიოდა პროცესი უკვე შარშან ამ დროს უკვე იგრძნობოდა რომ ჩვენ გვექნებოდა კოვიდის ძალიან მძიმე ტალღა და რეალურად შედეგებიც მართლაც ვნახეთ შარშანდელი შემოდგომიდან დღემდე ვეღარ ვითვლი იმდენი ადამიანი გარდაიცვალა ჩემს ირგვლივ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეს რა თქმა უნდა ყოველთვის არ არის კოვიდი, მაგრამ იმ მასშტაბებმა რომელიც კოვიდმა გამოიწვია ჯანდაცვის სისტემაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რომელიც რა თქმა უნდა ანას ვეთანხმები და ეფექტურად არ მართა ხელისუფლებამ ხელი შეუწყო პანდემიის აფეთქებას, თუ ვიმსჯელებთ შარშანდელი აგვისტოსთან შედარებით, მე ძალიან პესიმისტური წარმოდგენა მაქვს მომავალ თვეებზე. მე მგონია რომ ნამდვილი ჯოჯოხეთში შევდივართ და როგორ არ გინდა შენ იკითხე წაღან გიორგი რომ ხანდახანო აი ეს აცრიელი მოქალაქეები ანუ ვაქსერები ანტივაქსერებს რაღაცა უფრო რადიკალურად ექცევი როგორ გინდა არ ქონდეს რადიკალური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ რომელსაც არის მის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტების სამინისტროს და სხვადასხვა სპეციალური ჯგუფების სპეციალისტების ჯგუფების მოწოდებები რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია რა დავბნელდით ესე რომ ვერაფერი ჩვენზე ზემოქმედებას ვერ ახდენს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში მე ნახე ახლა ხან სტატისტიკა და რაც უფრო მეტი არის აცრილი ვაქცინირებული მოქალაქე მით ნაკლებია საერთოდ დაავადების კი არა გარდაცვალების ფაქტები საერთოდ არ არსებობს ბელგიაში მაგალითად ისრაელში პოლონეთში ხო აი საოცრება არის ამ სიტუაციაში როგორ გინდა რომ მე პირადად მოქალაქემ რომელსაც შემოვიდა თუ არა შესაძლებლობაში გაჩნდა თუ არა ქვეყანაში მაშინვე წავედი გავიკეთე ვაქცინა და ამით ვთვლი რომ ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მოვიხადე იმ ხალხის წინაშე ვისაც რისკს არ შევუქმნი გარდაცვალების ხო ამიტომ როგორ გინდა რომ ძალიან შვიდად და ზრუნვით ელაპარაკო ადამიანებს რომლებიც ხედავენ რომ ყოველდღიურად 5000 დაავადდა 5000 დაავადდა 5000 დაავადდა და მივიღეთ ის რომ ბოლო ჯამში აღარ არც როგორც საუბრობდით ექიმი რომელიც მოგხედავს არ იქნება ადამიანი ვინც წყალს მოგაწვდის საერთოდ აი შარშან მე მახსოვს რომ ღმერთო ძალიან ცუდი არის ამებზე საუბარი მაგრამ მე მახსოვს რომ დამკრძალავი ბიუროები რომლებსაც ადამიანების ბოლო განსასვენებელი გზა უნდა პროცედურულად ეწარმოებინათ ფიზიკურად ვეღარ ასწრებდნენ 9 საათზე ვიყავი შარშან და საღამოს 5 საათზე და 7-ზე და 9-ზე ჩაულებრივად დაკრძალვები იმიდიოდა ადამიანებისა ინდონეზია დიდი კოლაფსის წინაშე შედადგა მთელი სისტემა ხო არის უამრავი გარდაცვლილი იყო ხო როგორ შეიძლება რომ ასეთ სიტუაციაში სოლიდარული იყო ადამიანების მიმართ რომელმაც იცის რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს კოვიდი თავისით არ გაქრება კოვიდი გაქრება მაშინ როცა მეტი იქნება დედამიწაზე ვაქცინირებული მოქალაქე არ არსებობს სხვა ალტერნატივა ეს ვირუსი გაჩნდა და იარსებებს მანამ სანამ სოფლიო ცივილიზაცია რაღაც საოცრებებს არ მოახდენს და ესეთი საოცრებებამდე ჯერ მინიმუმ კაცობრიობას 50 წელი მაინც აშორებს. ამიტომ რას ელოდებიან ვერ ვიგებ. რას ელოდებიან? ჩვენ ვიღაცებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმაზე რომ თვითონ იცოცხლონ. ვიღებთ, მაგრამ არ არის საკმარისი. ამიტომ უნდა იძულებითი ვაქცინაცია. არა, მე არა ვარ იძულებითი ვაქცინაციის მომხრე, მაგრამ ადამიანებმა ხო ხელისუფლებამ რა პრობლემების შექმენით და რაც დააშავა ხელისუფლებამ ხო თავისი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული. ამაზე ვისაუბრეთ და აღარ დაუბრუნდები მაგ თემას, მაგრამ სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არსებობს.
სამოქალაქო პასუხისმგებლობაც და მათ შორის ჩემს გარშემო ჩემს ირგვლივ უახლოესი ადამიანები არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას. რანაირად შეიძლება ამათ მაგრამ მოიცეს? ციხეში ვერ ჩავაგდებ. კი ბატონო გელა და შემდეგ ირაკლი და დავამთავროთ. კი ბატონო, ნამდვილად სოლიდარული ვარ ამ ადამიანების პათოსთან, მაგრამ რაღაც შეფასებები შეიძლება არ ვეთანხმდე, მაგრამ ძალიან კარგია რომ ერთი აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად უნდა ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებას და იმაში. ახლა მოდით რა ცოტა შორიდან ძალიან მოკლედ შევეხები. ნუ სპეციალურად მოხდა იგივე ცერცვაძის, იმნაზის დემონიზება. სპეციალურად შეგნებულად. რომ თითქოს ეს ადამიანები საზოგადოების მტრები არიან, თითქოს რაღაც ანტისაზოგადოებრივ, ანტისახალხო საქმიანობას ეწევიან და შეგნებულად დასცეს ამ ადამიანების ავტორიტეტი. გუშინ ყოფილი პრემია არ შემიძლია რა რო არ შევეხო, რადგან პოლიტიზებაა და რადგან პოლიტიკურ წრეში ვლაპარაკობთ, გამოდის ყოფილი პრეზიდენტი და მიწასთან ასწორებს ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ ექიმს. ამ ექიმის მიწასთან გასწორებით რა ხდება? ადამიანები ბრმად მიხვებიან მას, რა თქმა უნდა, ქალბატონანას და მის თანამოაზრეებს არ გულისხმობ, მაგრამ ბევრი ადამიანი ბრმად მიხვებიან და საკმარისია ამ ადამიანმა უთხრას, რომ ეს ცუდია, იჯერებენ. თავისთავად მე კიდევ არ ვიშურ ხელს მათგან. უნდა მაგალითი ვთქვი, უბრალოდ უარყოფითი მაგალითები. უნდა ვიყოთ სოლიდარულები, მადლობა საზოგადოების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ბატონებს, ნამდვილად კონსტრუქციული კრიტიკა, დიახაც საჭირო კრიტიკა ხელისუფლებისათვის, ნუ კარგი გაგებით ჩასაფრება, watchdogs რომ ეძახიან, აუცილებლად აფხიზლებს ეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გამოფხიზლებულები არიან. აღარ უნდათ გამოფხიზლება. თავარია, არ აქვს მნიშვნელობა მოსახლეობის ძირეულ ინტერესს, რასაც სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვია, ვინ შეასრულებს და ვინ გააკეთებს. სოლიდარული ვარ ბატონო ლექსოსთან იმაში, რომ დიახაც უმკაცრესად უნდა გავკიცხოთ ეს ადამიანები, ვინც შეგნებულად მიზანმიმართულად ეწევა ანტივაქსერულ კამპანიას რაღაცა პოლიტიკური მიზნებით დარწმუნებული ვარ. აუცილებლად უნდა გავკიცხოთ ყველამ ერთად და მოვკითხოთ პასუხი. ერთი რეპლიკა თუ შეიძლება, სხვათა შორის ანტივაქსერების დიდი ნაწილი ბატონო გელა ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან და პირიქით რომ გითხრათ, ოპოზიციის მხარდამჭერები ძირითადად ვაქცინაციის მომხრეები არიან. მარტივად შეგიძლიათ გადახედოთ სოციალურ ქსელში და ნახოთ. სპეციალურად შეგიძლიათ. თქვენ აცვილი ხართ ბატონო გელა? ნუ ეს თქვენი ეს პირადი ჩემი აზრი. ესე იგი თქვენ არ ხართ აცვილი და მე აცვილი ვარ. პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცი. პირადულია და არ არის პირადული ჩუთ მეც მეხება, იმიტომ რომ თქვენს გვერდით უზივარ ახლა გადაცემაში და ვაქცინაციის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ, თქვენ ოპოზიციას აბრალებთ. ოპოზიციას აბრალებთ, ამ დროს თავად არა ხართ აცვილი. საჯარო მოხელები მხოლოდ არჩევნებზე კი არ უნდა გამოიყენოთ, ამისთვისაც უნდა გამოიყენოთ გიხდით. კიდევ გეუბნებით პირად ცხოვრებაში, ნუ იჭრებით. აბა თქვენ საუბრობთ იგივეს და რატო იჭრებით თქვენს პირად ცხოვრებაზე? ოქტომბერს დამთავრდა პირად ცხოვრებაში სახელმწიფო პოლიტიკას სახეთ დავალებოთ თავი. ბატონო გელა, მადლობას მოვუხდი ყველა ადამიანს, ოპოზიციონერსას და პოზიციონერსას, ვინც ქვეყნის ეპიდემიურ უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს და პირიქით აუცილებლად გაიკიცხებიან ის ადამიანები, ვინც აღნიშნულს ხელს უშლის. კი ბატონო, ირაკლი. მაგრამ ბოდიში, დავასრულებ რა, ბოდიში ირაკლისთან. მაგრამ ხელისუფლება ხასუსან, ხელისუფლება რეპრესიებს არ მიმართავს. წეგან ვახსენე 1 ოქტომბერი 2012 წლისა ყოველგვარი რეპრესიები, უსაფუძვლო და ადამიანებზე ზემოქმედების უკანონო ზემოქმედების უხეში ჩარევის პრეცედენტები მოისპო და აღარ იქნება. მხოლოდ და მხოლოდ შეგნებაზე და ადამიანების კეთილსინდისობაზე იქნება ამ დამოკიდებული. დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის საკუთარი მაგალითების ჩვენება საზოგადოებისთვის, რომელსაც ქართული ოცნების მხრიდან ვერ ხედავს საზოგადოება. ლექსო. კარგით. ირაკლი, შევაფასოთ ანუ ეს ანტივაქსერული კამპანია თუ ვაქსერული კამპანია. მადლობა დავიმსახურე ესეთი ჯანსაღი კრიტიკისთვის და ერთი შეკითხვა მექნება, ბარემ მე უპასუხებ დარწმუნებული ვარ დადებით პასუხი ექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ფიქრობთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის მთავრობები არ არიან რეპრესიულები, არიან დემოკრატიულები და დარწმუნებული ვარ, ესე ფიქრობთ. გერმანიაშიც, ამერიკაშიც, საფრანგეთშიც, სხვა ქვეყნებშიც უბრალოდ ინფორმაცია არ მაქვს და ტყუილი რო არ გამომივიდეს, მიიღეს ასეთი კანონები.
მაგალითად, საფრანგეთში ვერ შეხვალ რესტორანში, ვერ ისარგებლებ სხვადასხვა მომსახურები თუ აცრილი არ ხავს. გერმანია ცოტა უფრო ჰუმანურად ვერ შეხვალ რესტორანში თუ PCR ტესტი არ გაქვს გაკეთებული ბოლო 12 საათი თუ არ ვწდები, ან აცრილი არ ხარ. ხო, თუ წავედით ამისკენ, რომ სახელმწიფო არ იქნება რეპრესიული თავის არც უწოდებ რომ რამე რეპრესიები გაატარონ, მაგრამ ან ლეგიტიმური რეპრესიები არ ვართ ჩვენ ხო არც საფრანგეთზე, არც გერმანიაზე და არც ამერიკის შეერთებულ შტატებზე დემოკრატები, ასე ვთქვათ, მათზე უფრო მეტი. ხო, მაშინ სამწუხაროდ ქართული εθნობის ხელისუფლება არჩევნების შედეგს უფრო უყურებს ვიდრე ადამიანების ჯანმრთელობას, აი ამიტომ არ აკეთებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი და ვთავაზობ გამოსავალს ქართულ ოცნებას. ქვეყანაში გვაქვს ესეთი ავტორიტეტული და გავლენიანი საპატრიარქო და მე ანუ ცუდს კი არ ვიძახი რომ მამაოს ხათრი გაქვს და ეპისკოპოსის ხათრი გაქვს და ამას თუდათი არ ავიქვა. მე ვიძახი და ვთავაზობ რომ გამოიყენონ ეს პირველ რიგში აუხსნან ამ მამაებს რომ არ არის ეს ვაქცინა რაღაცა დაჭიპვა, ასე რომ ვთქვათ და რაღაცა არანაირი სატანისტური ნიშნები არ არის ამ ვაქცინაში და მე იქნებ მოუწოდოს ხალხი. იმიტომ რომ მე ვხედავ ამ პრობლემას, რომ ხალხი არ იცრება რაღაცა სარწმუნოების მიზეზით და ასე შემდეგ. ხო და ეხლა რა თქმა უნდა სრულწმენისა და ხო რა თქმა უნდა სრულწმენა აბა რა არის. ერთ ძალიან რეპლიკის სახით დრო ძალიან თვითონ ეკლესიის მოღვაწენი ასე ვთქვათ რა. მამაოები, მეუფეები არ არის ერთიანი ამ საკითხში და არის უმრავლესობა მამაოებისა, რომლებიც განათლებით, კეთილ სინდისიერებით გამოირჩევიან, მაგრამ არიან ისეთი მღვდელმსახურებიც სამწუხაროდ, რომლებიც ამბიონიდან ქადაგებენ, მიჭირს ამისი თქმა, მე თვითონ მართლმადიდებელი მოწმე ადამიანი ვარ, მაგრამ ანტისაზოგადოებრივ ჩემი პირადი აზრს ვამბობ ეს, თუმცა არ ვკითხავ და არ განმეკითხავ და ძალიან ეკლექტურია ეს საეკლესიო მოღვაწეები და რთულია ეხლა გამოსცეს განჩინება პატრიარქმა, გამოსცეს განჩინება რომ დაავალოს ყველა. ალბათ ისე ინდივიდუალური დავალებას არის. მე ვიძახი ეკლექტურთან ხალხის გადარჩენისთვის პირდაპირ დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურს. ხო, დამტკიცებულია რომ ვაქცინა ქართული საეკლესიო გვიცავს სიკვდილისგან და მოუწოდებს უბრალოდ. კარგად, ყობახიძე, ვიცი აკეთებ ძალიან გადაგვისწრებთ რომ თუ რამე გინდათ ძალიან მოკლედ დაახლოებით 15 წამი თუ გინდათ აი ანის და ლექსოს ვთხოვ რომ დააფიქსიროს და დავამთავროთ, იმიტომ რომ მე საერთოდ მგონია მრჩება ესეთი შთაბეჭდილება რომ COVID პანდემიის მართვას კი არა ვეღარაფერს ვეღარ მართავს ხელისუფლება, ამიტომ რაც უფრო მალე შეიცვლება, მით უკეთესად დავიწყებთ უკვე ამ ყველაფრის მოგვარებას. 15 წამი თუ გინდა რამე არაფერი ფაქტობრივად ყველაფერი. კი ბატონო, ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას გადაცემასთვის. იმედი მაქვს რომ რაღაც პერიოდი გავა და შეხვდებით ისევ ერთმანეთს, მაგრამ ცოტა უკეთეს სიტუაციაში მე რაც შემიძლია ჩემ მხრიდან თქვა რომ ავიცრათ. მე პირადად მარის დიდოზე თაცლი და მიწევს უახლოეს პერიოდში მეორე დოზითაც და აცრა გვიცავს რაც თავი. კიდევ ერთხელ მადლობა. მადლობა თქვენ. სტუმრობისათვის და დაგემშვიდობებით. დღევანდელი გადაცემა დღეს სამი დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით მომავალ 4 შაბათს ისევ ტელეკომპანია თრიალის ეთერში. მანამდე კი მოსახლეობას მოუწოდებ რომ აიცრან, დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია ჩვენი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან.